მშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ცნობილი სპორტსმენი გიორგი თენაძე ოჯახურ გარემოში. ბიოგრაფიული შტრიხები. გიორგი თენაძე დაიბადა 1962 წლის 24 მაისს გორში. დაამთავრა გორის რაიონის სოფელ ფლავისმანის საშუალო სკოლა. შემდეგ გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზაღწის ფაკულტეტი, მოგვიანებით კი ეკონომიური ფაკულტეტი. ვარჯიში დაიწყო 1977 წელს. მისი პირველი მწვრთნელი იყო იოსებ ფუხაშვილი, შემდეგ კი ანზორ ქიბროწაშვილი. არის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. 1984 წლის მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში სტუდენტთა შორის. 1985 წლის თბილისის საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული. 1985 წლის საკავშირო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი. ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი ახალგაზრდებს შორის. 1985 წლის სტუდენტთა მე-13 მსოფლიო თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. 1988 წელს მოიპოვა სეულში ოლიმპიადაზე მესამე ადგილი, დაჯილდოვდა ბრინჯაოს მედლით. ამჟამად არის კობა კურტანიძის სახელობის გორის საჭიდაო დარბაზის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქვე მუშაობს უფროს მწვრთნელად. გიორგი თენაძეს ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. მათ ოჯახს ჩვენ გორში საკუთარ ბინაში შევხვდით. როგორც გაირკვა, გიორგი სპორტში შემთხვევით აღმოჩნდა. ბავშვობაში იგი თავის ძმას ანზორს დაჰყვებოდა ხოლმე ვარჯიშებზე. სწორედ ამ ვარჯიშების დროს დაინტერესდა მწვრთნელი მისი სპორტული მონაცემებით. შედეგებმაც არ დააყოვნეს და აქედან იწყება მისი სპორტული წარმატებებისაკენ სავალი გზა. ბავშვობაში რა იყო დიდ ბიჭებთან მიხდებოდა ხოლმე ამხანაგობა რა და ეს დიდი ბიჭებთან ურთიერთობაზე ხა რა იყო ზაფხულის პერიოდში ხშირად ავედით სანადიროდ სამწყერავად ხოლმე მწყერე უფრო რა სანადიროდ და მიხდებოდა იქ თებში სიარული მინდვრებში დილიდან საღამომდე რა და ფაქტურად რომ მოვედი ვარჯიშზე რა ნაკლებად მომზადებული ვიყავი რა მაგრამ მიზეზი მაინც ჩემი ძმა იყო უმცროსი შუათანა ძმა რომელიც ფიზიკურად აი ძლიერ ბავშვად ხდებოდა, ყველას და გარშემოც კი იყვნენ ბავშვები და ყველა მახლობლებმა ნაცნობებმა ურჩიეს მამაჩემს მიიყვანეთ ეს ბავშვი რაც არ დატოვოთ სოდუა მაცემები აქვს რა და იმის გამო რომ უფრო პატარა იყო მეც გამოვყე ვარჯიშზე რა და ესე მოხდა ფაქტურად შემთხვევით. ხო და შედეგიც მალევე 3-4 თვეში უკვე შედეგი გამოჩნდა. შედეგმა კიდე ინტერესი მოგვიმატა და უკვე სერიოზულად მოვკიდეთ ხელი ვარჯიშს. ესე მოხდი პირველად იუდოში. თქვენი მიღწევების შესახებ რა შეგიძლიათ გითხრათ? ხო, მიღწევები, რასაც ვქვი, აქ ალბათ კი თავისთავად ბევრი ფაქტორია. მონდომება, ეს მონაცემიც, რა თქმა უნდა გქონდეს. მე იღბალი პატარა სპორტული იღბალი რა ეხლა მაგალითად ჩემი ძმა უფრო პერსპექტიულ ბავშვად ითვლებოდა რა მაგრამ იმ ტრამვების გამო შედეგი საკმაოდ შედეგი გააკეთა აჩვენა მაგრამ მაინც უფრო მეტი შეეძლო ხო და ეს ოპერაციები რაღაცები და ხო მაგრამ მე მაგის გავსე არაფერი აბსოლუტურად ტრამვის გარეშე 15 წელი ვიყავი სპორტში და ხო და რაც შეეხება შედეგებს ახლა ყველაზე უმაღლესი შედეგი ეს ოლიმპიადის პრიზიორი რომ გავხდი. ეს არის იმიტომ ოლიმპიადა უმაღლესი შედეგი. ეს იყო 1988 წელს სეულში. ხო. მაგის გარდა მსოფლიოს პირველობაზე მესამე ადგილი მაქვს. ევროპა მაქვს მოგებული გუნდურ შეჯიბრებაში. სტუდენტთა შორის მსოფლიო ჩემპიონი ვარ, სამჯერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და საერთაშორისო ტურნირებზე. ყველაზე კარგი გამარჯვება მაინც თბილისის საერთაშორისო ტურნირზე იყო ხოლმე. შენ მაყურებელი. ესე იგი თქვენ როგორ თვით ახლა ამ გადასახადიდან თქვენი ოცნება განხორციელდა თუ დარჩა კიდევ ისეთი რამ რასაც მინდოდა რომ მიგეხსნა აი რა იყო თქვენ განხორციელებელი ოცნება? მაინც ახლა რაც ჩამოვთვალე ესეთი შედეგები არის, ისეთი სპორტსმენები გვყავს, რომ მათთან შედარებით სიცხილით იყო ლაპარაკი ჩემ შედეგებზე. ხო და საერთოდ ყველა გამარჯვება არის რაღაცა ეს ასიხარულო რაღაც ჟურნალთა ეს გიმნი ეს და დამჭა რაღაც დაუკმაყოფილებელი ეს მიგრძნობები რა და აი ამიტომ მქონდა დიდი ხანის მიზანად რომ გამეკეთებინა ეს რაღაც ჩემი მწვრთნელებაშიც მომესინჯა და აი დიდი მიღწევები კიდე მოსწავლეები და
აი ამჟამინდელ საქმიანობაზე რაც გეტყობით? ხო, აი ზუსტად მაგაზე ვამბობდა. მე მგონი, ნუ ეხლა ჯერ 2 წელი არც არის, რაც ვარჯიშობთ რა პატარა ბავშვებთან ვარჯიშობდა. უკვე რაღაც საკმაოდ მას ვხედავ წინსვლას რა და ისეთი იმედის იმითი ვარ, რომ გონია რომ ალბათ რაც მე ვერ მივახცე, აუცილებლად მიაღწევენ ჩემი ახსოვებები. თავის სპორტულ წარმატებებს გიორგი თენაძის აზრით არამხოლოდ ფიზიკური მონაცემებით, არამედ იღბლიანობითაც მიაღწია. იგი არასოდეს არ კარგავდა წონასწორობას, ცდილობდა დასახული მიზნისათვის მიაღწია. თუმცა თვლის, რომ მას დარჩა განუხორციელებელი ოცნებაც, რომელსაც ალბათ მისი მოსწავლეები მაინც მიაღწევენ. სხვადასხვა დროს გიორგი თენაძე იმყოფებოდა საზღვარგარეთის ქვეყნებში, სადაც უამრავი კურიოზული თავგადასავლების გადახდენია თავს. კურიოზები ყველა ადამიანს აქვს, რა თქმა უნდა. თავარი ახლა რა ვიცი, გავიხსენებ აი იაპონიის შემთხვევას გავიხსენებ. ერთხელ იაპონიაში მივდივართ რა და პროსტი თაობის ბიჭებმა გითხრეს, რომ აი მაშინ მონეტები და კაპიკები რო იყო უსული, ხო ეს 20 კაპიკენები წაიღეთ ბევრი. ხო და იმაში ავტომატში ჩააგდებ და რა ქვია იმათი 100 იენი არის, რომელიც $1 ეკვივალენტია და უბრალოდ იმის ზომა არის და ჩააგდებ და რასაც გინდა ჩამოაგდებს ხოლმე მე რა მაგითი. ხო და ესეთი ხულიგნობა გავაკეთეთ ჩვენს. წავიღე სხვადასხვა ბლომად წავიღე რა. კეთილი, 100 წელი წავიღე. ხო და ესე ავტომატში ჩააგდებდი და მე იქ ეს იყო რომელიც რასაც გინდოდა მეაჭერდი. ხო და წვენები იყო რაღაცები, ნუ დაუშვათ ნაყინი იყო, სიგარეტი. ხო. ჩამოაგდებდა რა. ნუ შეგეძლო რომ ჩააგდებდი, ნუ გადაიფიქრე რაღაც და გაწევდი ეს გვერდზე გასწევი იყო და უკან ჩამოაგდებდა პულს რა, მაგრამ ის ხო ესე იყო რომ ზემოდან მოექცა ის პული და ქვემოთ ხო მანამდე ხო ქონდა ვიღაცა ჩააგდებული ისა. ჩვენ კიდე ჩავაგდებთ ამას, გავწევთ და ის ჩამოაგდებდა და რა. ჩავაგდებთ და მანამდე სანამ უკვე ჯემოც კაპიკენაზე დაიწყო ჩამოაგდებს. მე გადავიდე სხვა ავტომატზე და ხო იმ დარბაზთან სადაც ვიყავით რა. ესე და მეორე დილით მოვდივარ და სულ ყველა ავტომატები შემოხეული აქვს რაღაცები და დაბუქულია. მოეტანს ერთი მშოკი 20 კაპიკენები იყო. მე ხო ვინაღიარებ და ესეთი ძალიან ძლიერი ბიჭი იყო ფიზიკურად რა დატოვებდა. ხო და ეგეც იაპონიაში. შევედით ის არის რაღაც ავტომატების ათამაშოები გასართობლივით იყო რაღაცა. და ერთი ასეთი ის იყო ტრენაჟორებით იდგა. რკინის კაც რობოტი რა და ხელები ქონდა გაშლილი. ხო და უნდა მოგეკიდა ამის ხელებზე ამ რობოტის და სადამდე მიუწევდი ხელებს მიაწეინებდი და ამას მოატყუეს რომ ესო ფულს ჩამოყრესო რა მაგრამ მოაწეინა. და ადგილები დაიყვირა მან მთელი ყურადღება ხალხს იაპონელების ხო ეს რა შემოეხუნა და მოკიდა ხელები მოკაჩა და არ მოანტრია კლავი. აკეთა ვარფეს პული. გიორგი თენაძემ 1999 წელს შექმნა ოჯახი. მისი მეუღლეა მაია ფოსური, რომელსაც ბავშვობიდან იცნობდა. ისინი ერთი სოფლიდან არიან წარმოშობით. მათი სიყვარულის ისტორია სტუდენტობის პერიოდს უკავშირდება, რომელიც ქორწინებით დაგვირგვინდა. გიორგი საოჯახო საქმეებით ნაკლებად იტვირთება. იგი მთელი დღის განმავლობაში სახლიდანაა გასული. საშინაო საქმეები დაკავება მხოლოდ და მხოლოდ ქალბატონ მაიას მოვალეობაა. ნუ ფაქტიურად 27 წლის ამ დაქორწინდი, მაგრამ მეუღლეს დიდი ხანი თანასოფლელები ვიყავით ფლავესმანი. ხო და თითქმის სკოლის დამთავრებიდან ეს პატარა რაღაც სიმპათიები სიყვარულს რო ეძახდა. მე უკვე აბიტურიენტობა, მისი სტუდენტობა ეს და ალბათ შეიძლება მაგალითად შემიშალა ხელი რომ მეტი შედეგი ვერ გავაკეთე. ოჯახმა. მის დევნა მოკანა. არა, მანამ ვიქორწინდებით რა. მე 97 წელს ვიქორწინდი. მე მოგფიქრა ალბათ ახლა რომ დაიწყოს ჩემი ცხოვრება, იგივე გავაკეთები. მაიაზე ვიქორწინდი. როგორ უთავსეთ ოჯახს და სამსახურს ერთმანეთი? ფაქტობრივად მთელი გასული ხარ დეხმარებით თუ არა მეუღლეს რამში, სახლის საქმეებში, საოჯახო საქმეებში? ფაქტობრივად ვერ ხმარები.
ბალეში გქონდა. სურვილი გაქვს რომ მიეხართ ესე. აი რაში ბალეში გქონდა კონკრეტულად გითხრათ. ხო, ნუ რა არის იცი სამედიცინო დაამთავრა ექიმია, ხო და ფაქტიურად ვერ გავიდა ჯერ ბავშვები, პატარები. მე ეს ცნობილი მოვლენები საქართველოში რაღაცის და ნუ აი ვერ მოხერხდა რომ ემუშავა თავისი პროფესიით და რაღაცნაირად იმის გრძნობაც მეუფლება ხომ რომ აი თანაგრძნობის რა მაინც ხაზნელია რომ რაღაცა გინდა ადამიანს ისე გაუცხოვრება რომ რაც ქსიამოვნებს ის ვერ აკეთო რა და ალბათ იქნება ჯერ არა ვარ ცეთი ბებრები და იქნება სამომავლოდ რაღაც დაიწყოს მუშაობა. საინტერესოა თუ ატარებთ აი თავისუფალ დროს სადმე ერთად ოჯახი და რას აკეთებთ? ან თქვენი ჰობი რა არის? ჩემი ჰობი და ოჯახთან ყოველთვის კარგია რომ დიდხანს ხარ მაგრამ ახლა რა ვქნათ ისეთი დროა თუ ოჯახში იყავი უფრო ეს იქნება პრობლემები და ახლა რამე ისეთი კონკრეტული რაღაც რომ აი მოაკეთებთ არა აი თავისუფლად თქვენ თვითონ აი რა თქვით ჰობი თქვენი არ გითხრათ რა გაქვთ რა ურთიერთობით რაც აკეთებთ რა გიყვართ აი ნაბირო გაქვთ ამ თემაზე არა ეს ახალგაზრდობაში უფრო ახლა ვეღარ ვახერხებ მაგას სრული კი მაქვს მაგრამ ისე რომ მოვდივარ საღამოს სახლში ცოტა ბავშვებთან რაღაც ხუმრობა გართობა ეს მე უფრო მე დროს აი კროსვორდებით და ტელეეკრანით ხომ რა ისა ვცდილობ რომ ტელეეკრანთან ცოტა ნაკლებად ვიძებ იმიტომ ხანდახან ისეთი კაი გადაცემები გაქვთ ხომ რა ძალიან გვიანობამდე შემეწყობს ხომ რა ხო ტელეკომპანიებს მოგწევთ ძალიან ახლა არ გამიგოთ იმიტომ რომ თქვენი ტელეკომპანია და წარმომადგენლები ხართ მაგრამ მე დარწმუნებული ვარ დღეს სხვა ესეთი როგორი მდგომარეობაა ჩვენს რეგიონში რა გინდა კრიმინალური თვალსაზრისით გინდა აი ურთიერთობებში ხალხის აი რომ არ ყოფილიყო თქვენი კომპანია კიდე რა მდგომარეობაში იქნებოდა ხა მაინც რაღაც მორიდება აქვთ როგორც შიში ხო და გინდა ნებისმიერ გინდა ძალოვნების მხრივ თქვათ ყველას მიმართებაში აუცილებელია თქვენი ტელეკომპანიის ქალბატონი მაია პროფესიით ექიმია, თუმცა ამჟამად არ მუშაობს. იგი მეუღლის დადებით უპრეტენზიო პიროვნებად მიიჩნევს, რომელსაც თურმე ძალიან ყვარებია ცოლის მიერ მომზადებული სადილები. ქალბატონ მაიას არც ქმრისგან გაკეთებული საჩუქრები და მალვით მორთმეული ყვავილების თაიგულები ავიწყდება. მეუღლის დაახასიათებით გიორგი ძალიან სტუმართმოყვარე, უშურველი ადამიანი ყოფილა თავის ქალაქზე, უზომოდ შეყვარებული პიროვნება. მეუღლეს ვიცნობდი ბავშვობიდან ესე ითქვას, იმიტომ რომ ჩვენი ერთი სკოლა დავამთავრეთ. სოფელში ვცხოვრობ ფაქტიურად ფლავის მანით. მე ინიციატივა მაგის მხრიდან წამოვიდა. მე მაინც ვიცნობდი როგორც კარგი ბიჭი, კარგი სპორტსმენი და არ ვიფიქრებდი რომ მას შეიძლება ჩემზე რამე ეფიქრა. მე დღეს ხვალზე გარვაპირებდი საერთოდ აყოლას, მაგრამ მომხიბლად ძალიან ისეთი კაცური თვისებები აქვს და იცის რა ვიცი როგორ უნდა მოხიბლოს ქალი ალბათ რა დღეს ხვალზე და გავები მაყოფილი ხარ ახლა მაყოფილი ვარ სხვათა შორის ვფიქრობდი რა ხოლმე შეყვარებულობაში ყველა ცდილობს რომ თავისი კარგად მოგაჩვენოს და მაინც 5 წელი ვიყავით შეყვარებულები და სულ ვფიქრობდი 24 წლის გავთხოვდი, მაგრამ მე რომ ისე არ იყოს როგორც ჩანს შორიდან, ხო. მაგრამ ასე ვთქვათ, მოლოდის გადააჭარბა. ის მათი ახლა უარყოფით მაინც და მაინც ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ იმდენად კეთილი გული აქვს და იმდენად დადებითი პიროვნებაა, რომ ახლა პატარა ყველას ეშლება ყველაფერი. თუ გეხმარებათ ოჯახურ საქმიანობაში, იმიტომ რომ ფაქტობრივად თუ დაკავებულია, თუ გასულია და აი რამდენად ურთიერთობს ოჯახთან. ოჯახურ საქმეებში ვერ მეხმარება, ცოტა ახალ წელს ხოლმე. ახალ წელს ყველა ფუსფუსებს ოჯახში.
ისე არა ხო? მოიცა შენიშნებული ყავს რამე. შენიშვნები არ უყვარს და დროც არ აქვს რომ ახლა გამორჩეულად რა სადილები უყვარს? სადილებში ძალიან პრეტენზიო, ძალიან უყვარს სალათები და წუნიანი კერძები. ну, კარგი სადილები უყვარს რა თქმა უნდა. ძალიან კარგი. საინტერესოა, თულია თუ არა, ვთქვათ, გიორგი თენაძის მეუღლება იმ მხრივ, რომ სპორტსმენი იყო ცნობილი პიროვნება. იცით რა არის გიორგი თენაძის მეუღლეობა რთული იმ მხრივ არის, რომ საერთოდ არის ეგეთი გამოთქმა, რომ კარგი გაცილება ძნელია და იცით მართლაც ესეა, იმიტომ რომ სულ უნდა რომ სხვისთვის სიკეთე აკეთოს, ძალიან სტუმართ მოყვარია და მაინც ხო იცით ახლა ქალისთვის ეს ყველაფერი ცოტა რთულია. მაგრამ ახერხებ. კი, ვახერხებ, იმიტომ რომ ზოგჯერ კი მქონდა ხოლმე რაღაც ისეთი გრძნობა, რა რატო სულ ჩვენ რაღაც, მაგრამ რო უკვირდები ადამიანს სურს სიკეთის კეთება, როგორ შეიძლება იმას წინ გადაუდგე. თუ გავუკეთებ რამე ისეთი საჩუქრები, მოულოდნე იქნება. სხვათა შორის საჩუქრები ერთი-ორჯერ ისეთი სიურპრიზი მომიწყო, რომ ნამდვილად არ ველოდებოდი. და როცა ველოდები, აი ეს რო საჩუქარი ალბათ ეხლა მომივა, მაშინ არასდროს არ მომდის საჩუქარი. ყვავილები მიყვარს ძალიან, ყვავილები. ეხლა რაც შვილი წამოიზარდა, წაიყვას ხოლმე იმას დააჭერილებს ყვავილებს, რომ არ ამ დაინახოს ქუჩაში. ხო, მეუღლესთან მიაქვს ყვავილები. ძალიან კარგი, დიდი მადლობა. სხვა დამატებით. თუ რამე გაინტერესებთ. რეგიონის მოსახლეობას რას უსურვებთ? გორელებს უსურვებდი პირველ რიგში მშვიდობას. ძალიან მინდა რომ ჩვენი საერთოდ გორეც და მთელი საქართველოც აი მართლა რა იყვნენ გაბრწყინდეს. და მე ხალხს უსურვებდი უფრო მეტი მოთმინება ქონოდეს, უფრო მეტი სულგრძელობა და დიდი სიყვარული გადაგვარჩენს ეს მგონი. ქალბატონი მაია და ბატონი გიორგი რეგიონის მოსახლეობას მშვიდობას, სიყვარულსა და ყოფითი პრობლემების მოგვარებას უსურვებენ. ოჯახში ყოფნისას გავიცანით მათი ორი შვილი, თორნიკე და ნინო. ნინო 11 წლისაა, ცეკვავს, მისი სპორტისადმი დამოკიდებულება მხოლოდ ჭადრაკით შემოიფარგლება, რომელსაც საღამოობით ძმასთან ერთად ახერხებს. ხშირად მათი თამაში ჩხუბითაც მთავრდება. თორნიკე თენაძე კი 12 წლისაა, ცეკვავს და ვარჯიშობს ძიუდოში საჭიდაო დარბაზში სხვა ბავშვებთან ერთად. ხანდახან კლავჭიში მამასთან სძის თავის სპორტულ მონაცემებს და სურს მისი დამარცხებას, რასაც ჯერჯერობით ვერ ახერხებს. თორნიკეს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გახდეს ცნობილი ძიუდოისტი და უნდა მიაღწიოს იმაზე ბევრს, რასაც მამამ მიაღწია ახალგაზრდობაში. ჩვენ რა თქმა უნდა მას წარმატებებს უსურვებთ. აი ასე დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ჩვენ ერთ კვირაში კვლავ შევხვდებით ერთმანეთს და ისევ თქვენთვის საინტერესო ნაცნობ სახეს წარმოგიდგენთ ჩვენს გადაცემაში. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, კარგად ბრძანდებოდეთ.